სამშვიდობის კიდევ ერთხელ მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ახალ პარადიგმას, მე მგონია სამყარო მირაბ ჯიქაშვილი ვარ. ეკრანზე მითებულ მისამარზე თქვენ შეგიძლიათ რა თქმა უნდა მოგზავნოთ ჩვენს Facebook გვერდზე, სოციალურ ქსელში, ასევე YouTube გვერდზე და Telegram არხზე, ხოლო QR კოდის მეშვეობით შეგიძლიათ სოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან დაანათოთ და თქვენთვისაც ყურებადი და მოსასმენი გახდება ჩვენი დღევანდელი გადაცემა. დღეს სამშაბათია და ბატონ გენერალ-ლეიტენანტი ბატონ გურამ ნიკოლაიშვილია ჩვენთან ერთად. სამშვიდობის ბატონო გურამ. მოგესალმებით. სალამ. ჩვენ მოკლედ აი უკვე ბოლო ერთი კვირა საკმაოდ აქტუალური და აქტიურია განხილვა თემის ზელენსკის ტრამპის შეხვედრა, და ზოგადად ეს უკვე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი და რა თქმა უნდა დღეს ჩვენ თავიდან ბოლომდე დავუთმევთ ამ თემას. მით უმეტეს რომ ძალიან მოკლე ჩვენ მოსწონდა მაყურებელმა იცის. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ გინდა არ გვინდა ეს მნიშვნელოვანი საკითხია და მთელი მსოფლიო ელოდება სხვა შორის რაციონალური მსოფლიო გულისხმობ ქვეყნებს პატარას თუ დიდს ელოდება მართლა რომ ეს კონფლიქტი მორჩეს და მსოფლიოში მშვიდობა იყოს. ქრონოლოგია ასეთია, მოკლედ ბოლო მოვლენები განსაკუთრებით. რაღაცნაირად ზელენსკი ცდილობდა რომ იმ პირველ მიწვევაზეც კი თავიდან ტრამპზე აერიდებინა, არ წასულიყო მინერალების საკითხთან დაკავშირებით თითქოს და რაღაცებს არ თანხმდებოდა. შედგა ეს შეხვედრა, მოკლედ დათანხმდა, წავიდა იმ პირობით რომ კი ისაუბრებდა ტრამპთან. ნახეთ, ჩავიდა ჩასული ზელენსკი თეთრ სახლში, რაც მოხდა, არ დავიწყება გარჩევას. მთელი დღეა ჩვენს საუბრობთ ამ თემაზე, მეც ინტერაქტივი მქონდა ამ თემაზე. დაბრუნდა იქიდან წავიდა, მოდი ფაქტიურად ასე, ვთქვათ რომ კი, გაძევებულ ასე არ იქნა, მაგრამ ძალიან ცუდი კამათის მერე ტრამპთან და მის წარმომადგენელთან ის მოდის უკან. ვიცით რაც ხდება ევროპაში, ანუ ინგლისის პრემიერ-მინისტრი ხდება ინგლისში, იქ იწვევს სხვა დანარჩენ ევროპელ ლიდერებს, რა თქმა უნდა, ორბანის და პიცოს გარდა, ეს ვთქვათ, და მიდის საუბარი რომ ზელენსკის ახლა მხარდაჭერას გამოუთხა, მე აი როგორ შეიძლება, ესე ღიად არ იყო პრემიერის მხრიდან თავად ინგლისის პრემიერ-მინისტრის ტრამპის კრიტიკა, თუმცა იქვე ერთი აი საოცარი რამე თქვა რა, პრემიერ-მინისტრი გამოდის და ამბობს რომ 3 მილიარდს ჩვენ მივცემთ და ვასესხებთ. თავიდანვე არის ნამდვილად, ეს ხო ის არის. ტრამპთან შეხვედრაზე 350 მილიარდზე უნდა გამოქვეთა ყოფილიყო, თქვა, კი ბატონო, იქ მინერალების დათმობა იყო შემდგომ, მაგრამ ამათი ცინიზმი ნახეთ რა, რა იყო. მოკლედ ქრონოლოგიას რო გავყვეთ, შემდეგ იქ დანარჩენი მთელი ევროპა უერთდება და მიდის საუბარი რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რომ ეს ელაპარაკონ ზელენსკის გმირს, ლიდერს და უნდა გაგრძელდეს ომი და ასე შემდეგ. იქვე აკეთებს განცხადებას პრემიერ-მინისტრი ინგლისის ბოლოს, ამ შეხვედრის ბოლოს, დღის ბოლოს, რომ რაც არ უნდა იყოს მაინც ამერიკის გარეშე შეუძლებელია ბატონ ზელენსკისაც მიმართავს და დანარჩენ პრესასთან პრესკონფერენციას რომ გამორიცხულია ამერიკის გარეშე ჩვენ მაინც რამე გავაკეთოთ, ალბათ ისევ უნდა ამერიკელებთან ერთად მშვიდობაზე ვიფიქროთ. ამაზე ტრამპი პასუხობს თუ ამას ასე ფიქრობდით, მაშინ რაღაცო აგიჟებთ ამ კაცს და ჯერ 100 მილიარდს აძლევდა, თუ აპრიორში მე მას შემიძლია ამ ომის გაჩერება, რაღაცო ეუბნებათ იმ ყველაფერს. მოკლედ საბოლოო ჯამში ამას დაემთხვა რა, რომ ტრამპმა დღეს დილით უკვე ოფიციალურად დადასტურდა რომ ის აჩერებს ყველანაირ დახმარებას, სამხედრო დახმარებას უკრაინის მიმართ. ამას გამოეხმაურა, ამას მოყვა ფაქტი რომ 20 მილიარდი რომელსაც ევროკავშირი ყოფდა თავდაცვის და უსაფრთხოების გასაძლიერებლად უკრაინისთვის გამოვიდა პირველი ორბანი და მან დაბლოკა. ეს ზუსტად ევროკავშირის ფული დაბლოკა, აი ქრონოლოგია ეს არის და უკვე დღის ბოლოს, ახლა ბოლო ინფორმაცია ბატონო გურამ, სანამ თქვენთან დავიწყებ საუბარს, ვლოდიმერ ზელენსკი ამბობს. მე და ჩემი გუნდი მზად ვართ პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ლიდერობის ქვეშ ვიმუშაოთ, რათა მოვიტანოთ მშვიდობა, რომელიც დიდხანს გაძლებს. შეხვედრა თეთრ სახლში ისე არ წავა, როგორც უნდა ყოფილიყო, ისე არ წავიდა ნანობს იმაზე, როგორც უნდა ყოფილიყო და სანანია გამოსწორების დროა. ბატონო გურამ, მე ძალიან მოკლედ გავირბინე, მოდი ასე ვთქვათ ეს ქრონოლოგია, მაგრამ კი, თავარი კითხვა ჩვენი მაინც ეს არის, ჩემი თქვენს მიმართ, რომ ბოლოს მაინც ტრამპთან მიდის. მოდი თქვათ, ტრამპთან მისვლა ნიშნავს, რომ აქ დიდი გეოპოლიტიკა უკვე, ტრამპი არც მალავდა, რომ პუტინთან შეთანხმებების გარეშე მას ჰქონდა რამოდენიმე საუბარი პუტინთან,
აქო კიდევაც პუტინი ისიც თქვა, რომ კი ბატონო მესმის რაც არის ზიზღი ზელენსკის მხრიდან ასე შემდეგ, მაგრამ სანამ ტრამპთან დაჯდება, აი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაც აი ჩვენ ხშირად გვესმის, აი ევროკავშირი გამუდმებით არის ხან პირველი ადგილზე, რომ ომი არ უნდა გაჩერდეს და რუსეთის ეს არ ვიცი ეს. მე მგონი ის სიტყვები, რომ ტრამპმა რაც უთხრა ზელენსკის, რომ ზიზღი გაქვს პუტინის და ეს ობიექტურად თქვა მან და მე მგონი ეს მარტო ზელენსკი ევროკავშირის ლიდერების მხრიდან იგრძნობა ეს ალბათ სადღაც რაც უნდა გავიგო მე არ ვიცი მაგრამ მე არ მინდა ისე უცებ გავირბინოთ გადავახტეთ და მაინც და მეც ახლა ტრამპის და იმის შეხვედრების საუბრობთ ევროკავშირი ნატო გაერო აქვე საუბრები უკვე ევროკავშირის უსაფრთხოებაზე ტრამპის კრიტიკა საერთოდ ნატოს მიმართ ტრამპის კრიტიკა რომ დავტოვებ ყველაფერს მაგრამ აი ამ ბოლო მოლაპარაკებების დროსაც ისევ ევროკავშირის ლიდერებმა ჩაიგდეს ხო ახლა პრემიერ-მინისტრი ინგლისის ანგლო-საქსონმა გაიხსენეს თავის ძველი ხასიათი და ისევ ამ ევროკავშირის რაღაცა თითქოს არ ვიცი შეიძლება მე ვცდები რაღაცა იგრძნობა რომ თითქოს ამ ომის დამთავრება ვინმეს თუ არ უნდა ხო თქვათ და მშვიდობა მოდი ასე ვთქვათ მშვიდობა კონფლიქტის დამთავრება შეიძლება ერთ-ერთი იყოს ევროკავშირი თუმცა ამ დროს მთელ ევროკავშირს რაც ჭირს ამ კონფლიქტის დაწყების დღიდან ესაც ნათელია, რასაც ორბანი ადასტურებს, რასაც პიცო ადასტურებს, რასაც გერმანელები ხმამაღლა ვერ ამბობენ, თუმცა გერმანიის ინდუსტრია ჩამონგრეულია, ფრანგებმა ეს რამდენჯერ და ბოლოს მაკრონმა იცის თქვა, რომ კი საუბარია დავიწყოთ ჩვენ რაღაც აი ვიდრე მივალთ ტრამპი და ზელენსკის შეხვედრაზე, ხა არ ვიცით. რავი, საერთოდ ახლა ალბათ უნდა მიიწვიოს თავიდან, ხო ხა? აქეთ უნდა დაველოდოს მოწვევას. თუ მიიწვევს ტრამპი, ანუ ცოტა სხვანაირად მოწვევს. კი ბატონო. კი. მშვიდობასთან დაკავშირებით. მაგრამ აი როგორ მივიდეთ? ევროკავშირის როლი, ინგლისის გამოჩენა. ჩვენ გვახსოვს პირველი სტამბულის შეთანხმებაზე ხელი უნდა მოეწერა, ფაქტიურად რომ არ გაიხსნებოდა ცეცხლი. და პირველი ჩავიდა ბორის ჯონსონი და იქ არია ყველა. არა, იქ მოეწერა. ხო, მოეწერა ხელი უფრო სწორად და ჯონსონი ჩავიდა, ხო. რატიფიკაცია მაგის ისინი. კი ბატონო. და ისევ გამოდის დასპარეზე, ანუ ინგლისი, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირის ლიდერები, რომლებიც არ ვიცი, მათ ხომ არა აქვთ ეს თვითონ იქ არ არის პრობლემა ევროკავშირის აი ომის და მშვიდობის სასწორზე. მე მგონი ესენი ხო არ გაჭავენ უფრო რომ ესენი არიან გლობალისტები უმრავლესობა. ისინი ვინც არ არიან, ისინი ჩამოდის არ არიან და ის პირველი პირები რომლებიც არიან გლობალისტები უფრო მეტად. ლიბერალები არიან, რომლებიც ასრულებენ ყველა იმ დავალებას, რომელსაც დემოკრატიული პარტია და თვითონ ბაიდენის მიერ იყო ორგანიზებული და მიმართული. ის რომელიც იყო მანამდე ბაიდენამდე, როდესაც პირველი პრეზიდენტობის დრო იყო ტრამპის მას ესენი ეწინააღმდეგებოდნენ. ესენი ეწინააღმდეგებოდნენ იმისათვის, რომ როდესაც ტრამპმა დაიწყო იმით ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა. იმიტომ ავღანეთის მთელი ეს 20 წლის ოპერაცია მას ძალიან ძვირად დაუჯდა. 20,000-ზე მეტი დაჭრილი. 7,000-მდე 6,000 რაღაცა 7,000-მდე ესე იგი დაღუპული მთელი ნატოს ვინც იხებულობდა მონაწილეობას მასთან ერთად საქართველოს ჩვენ ამასაც ვიწყეთ 2 ტრილიონზე მეტი ფული 20 წლის განმავლობაში იქ დახარჯული აი ამ მთელი ოპერაციის იმას და შედეგი რამე იღეს შედეგი მხოლოდ და მხოლოდ მაშინ როდესაც ტრამპი გახდა პრეზიდენტი პირველი პრეზიდენტი მაშინ ის აფშარ განი აი ასეთი იყო პრეზიდენტი მაშინ იმის რა ქვია ავღანეთის მასთან დაждდა და თქვა ჩვენ უნდა დავამთავროთ ომი ჩვენ უნდა ეკონომიური საკითხები გეოეკონომიკაზე უნდა გადავიდეთ გეოპოლიტიკა უნდა გავაერთოთ გეოეკონომიკაზე და ეს ომები უნდა გავწყვეტო მორჩეს უნდა ომები და ჩვენ აქედან გამომდინარე და დადო ხელშეკრულება 2017 წელს ავღანეთის პრეზიდენტთან რომ ყველაზე მეტი ლითიუმი აი რომელსაც ელექტრომობილებისთვის და საერთოდ მომავალი მაღაზია არის საწყობილი აი ამის საბადოს ისინი აითვისებდნენ აითვისებდნენ და უკვე ელაპარაკებოდნენ იმაზე რომ ესე იგი მშვიდობა შეიტანონ არავითარი ის არის მორიგების ისინი უნდა ხდეს მაგრამ გახსოვთ თქვენ რომ ტალიბანმა მაშინ ესე იგი გადატრიალება მოახდინა ეს ფოწერილი ხელშეკრულება რომელიც ესე იგი ლითიუმის და იმისი ყველა ესე იგი დამუშავება და იქ რამდენი არის მსოფლიოში ამბობენ ჩილეშიც არის თითქმის ამდენიო მაგრამ მსოფლიოს ყველაზე მეტი არის ავღანეთში
აი ზუსტად იმ საზღვარზე, სადაც დღეს მრეწველობას აწარმოებს ჩინეთი და აი ყველა მთელ მსოფლიოს ისინი ჩინეთიდან ღებულობენ. აი ასეთივე დიდი რაოდენობა არის რუსეთში. ძალიან ბევრი არის, აი ამ საბადოების ისინი ბოლომდე ვერაინ ვერ შეისწავლა რამდენი არის. მათ შორის არის სადღაც 500 მილიარდ დოლარამდე საბადოები, რომლებიც არის შემჩევკო არის ასეთი იმის მიდა მოქალაქეებს ირგვლივ არის აი ეს შახტები, სადაც შეიძლება მისი დამუშავება. ჯერ მისი წარმოება ხო აი ასეთი რომელს ქარხანა აშენდეს, გაწარმოოს, ასეთი რაღაც არ იყო. მაგრამ პირველი ნაბიჯი ამისთვის პირველი პრეზიდენტების დროს გადადგა ტრამპმა. ტრამპმა მაშინ თუ გახსოვთ თქვენ, როდესაც ის გამოდიოდა, ყველგან ლაპარაკობდა ამას და მათ შორის West Point-ში გამოსვლის დროს ამბობდა, რომ ჩვენ აღარ ვიქნებით სოფლიო ჟანდარმი. ჩვენ არ ჩავერევით არც ერთი სახელმწიფოს პოლიტიკურ წყობაში და თავის მოწყობაში როგორც ეხნება მასიკ და არ ვიქნებით ჩვენ გადატრიალებების მიზეზი, რომ ჩვენს გუნებაზე, ჩვენს იმაზე შეასრულონ მათ ამოცანა. ეს თქვა ტრამპმა. მაშინ თქვენ გახსოვთ, რომ ყველა მიხედოს თავის სუვერენიტეტს, ყველა მიხედოს თავის იდენტობას, თავის კულტურას, ყველაფერი დაისვას. ჩვენ დავეხმარებით ამაში, მაგრამ ჯარისკაცი არც ერთი არ წავა ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვაგან არსად არ იბრძოლებს. ის დაბრუნდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩვენ შევქმნით ყველაზე ძლიერ ჯარს, ყველაზე ტექნოლოგიურ და მომზადებულ ამისათვის ჯარს, ის კი არ არის, რომელიც ესე იგი 30 წლის განმავლობაში ლაპარაკი არის მაშინ, როდესაც დაიშალა საბჭოთა კავშირი და მაშინ, როდესაც უკვე ნახეს, რომ ჯარი მოწინააღმდეგე არ ყავთ და ამან მიიყვანა იქამდე, რომ ის გემები, რომელიც 12 ავიამზიდი ყავდა, ამ გემების გამოყენება მხოლოდ 6 შეუძლია ამოცანის შესრულება. დანარჩენი 6 ან კაპიტალურ რემონტზე არის გასაშვები, ან საერთოდ ჩამოსაწერია. და ასევე ავიაცია, იმიტომ რომ ის თვითრინაები ახალი რას კეთდებოდა, მათი საერთოდ იმაში შეყვანა, რომ მათი ჩამოყალიბებული იყო თქვა დივიზიები ჩამოყალიბებული იყო ისეთი შენაერთებები, რომლების გამოყენება შეიძლებოდა არა. ესენი გააკეთეს რამდენიმე ისინი შექმნეს, თქვა 20-30 თვითრინავი და შემდეგ ახალი რაც კეთდებოდა, ისე 20-30 თვითრინავი. აი ნახეთ, F-35, 80 წლებში არის გამოშვებული. შემდეგ მაგას რაღაცას უცვლიან, რა თქმა უნდა, ახალი რაც გამოდის უკეთესი არის, აი მაგალითად ახლა F-35 შეიძინა ფინეთმა 64 წალი. 64 თვითრინავი შეძენილი არის, მაგრამ ფინეთის შეარაღებული ძალების შტაბმა, გენერალურმა შტაბმა, ფინეთი პატარა არის, მაგას დიდი ჯარი არ ყავს, 40,000-მდე ჯარი ყავს თავისი და თვითონ მოსახლეობაც რა 6 მილიონი არა 5 და რაღაცა მილიონი არის. ტერიტორია დიდია, რამდენიმე ისინი აქვს, ბაზები აქვს, მაგრამ ამას არსეთი ამოცანის შესრულება ესეთ, ნუ რუსის შესრულება შეუძლია. თავდასხმას არ განახორციელებს. ხო, არა, არც არავინ აპირებდა მასზე თავდასხმას, მაგრამ როდესაც თავად არ განახორციელებს თქო. ხო, და ის 64 თვითრინავი ძალიან დიდი დატვირთვაა. თითო თვითრინავი ღირს 120-დან 180,000 მილიონ დოლარამდე. ეს თვითრინავი არის, რომელიც ფინეთმა იყიდა. მაგრამ აღმოაჩინეს, რომ ამ თვითრინავების, ესე იგი, მართვა კი მისი იმგენიდან იმართება, თქვათ, მართვის პუნქტებიდან, აეროდრომებიდან, სადაც აფრინდებიან. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც საბრძოლო მოქმედებებში იქნება გამოყენებული, იქ ისეთი ისინია მექანიზმებია ჩადებული, რომ თვითონ პრინავს ან იმ შტაბს, რომელმაც უნდა მართოს ისინი ითიშება და რჩება მხოლოდ ამერიკის ისინი მართვის პუნქტები რაც არის, აი ასეთები ზუსტად ახლა აშენდა და გაკეთდა, რომელიც იქნება ფინეთში. ანუ ეს არის მაგ ტერიტორიაზე გამოყენებული პირადი შემადგენლობა, მათი ფული ნაკიდის თვითრინავები, მაგრამ რომელსაც გამოიყენებს იმ კრიტიკულ მომენტში მხოლოდ ამერიკის თავდაცვის სამინისტრო იქნება თუ ის შტაბი, რომელიც საბრძოლო მოქმედებებში მიიღებს მონაწილეობა. აქედან გამომდინარე, ტრამპის მიდგომა იქიდან დაწყებული. მე და თქვენ არაერთხელ გველაპარაკია. ჩვენ ლაპარაკობთ, რომ ტრამპი უყურებს იმას, რომ მსოფლიო შეიცვალა.
მარქსის ის 1858 წელს დაწერილი კაპიტალი და კაპიტალიზმის ყველაფერი როგორ განვითარდება რა იქნება ყველა გაგეთდა ეს ყველაფერი. ყველაფერმა ამ დრომ უკვე გაიარა კაპიტალიზმის განვითარება 1658 წლიდან რომელიც ბრიტანეთმა დაიწყო უკვე კაპიტალიზმის პირველი მასში შევიდა ან საფრანგეთის გერმანიაში საერთოდ კაპიტალიზმი ფრანგებმა შეიტანეს. აი ამ მდგომარეობიდან გამომდინარე ეს კაპიტალიზმი დაბატებით ღირებულება ამუშავებს თუ შენ მაგალითად მოგებას ამაში თუ გააკეთებ თქვა ამას 1000 წელს ესე იგი მოგებას მასში თუ ნახულობ შენ მაგალითად სამჯერმე 300%, ხო? შენ ესე იგი ყველაფერს იყენებ ამისათვის, მაგრამ ამას არ ბანდავ იმაში, რაც გამოადგება ხალხისთვის იქნება. მიზერი არის, იმიტომ რომ ექსპლუატაციაზე არის ეს ყველაფერი აწყობილი. უკვე დრო გავიდა აფრიკა რომელიც იყო აი ეს მონები ყველა იქიდან გამოყავდა 500 წელი აფრიკა არის მონობაში და დღეს აფრიკაში უკვე ისე განვითარდა ყველაფერი ყველა კომპიუტერი არის ყველგან გამოთვლითი ტექნოლოგიები უნივერსიტეტები არის განათლება არის და მოსახლეობა ძალიან დიდი და დიდი რაოდენობითაა ეს მოსახლეობა რომელიც განათლებას ვისაც ფული აქვს ეს ყველაფერი ევროპაში და განვითარებულ ქვეყნებში ამ განათლებას ღებულობენ და შემდეგ იქ ბრუნდებიან იქ და ქმნიან უკვე განვითარდა ჩინეთი როგორ განვითარდა ჩვენ ხო უყურებთ არა ჩინეთის მდგომარეობა და ტრამპმა შეხედა უბრალოდ ტრამპმა კი არა ის ჯგუფი რომლებიც ესე იგი არ არიან გლობალისტები და მათ წინააღმდეგი არიან რომელიც მრეწველობაზე გადადიან და უნდა განვითარდეს მრეწველობა ისე და ტექნოლოგიები უნდა იყოს იმ ქვეყნებში რომელსაც ამ ტრამპი რას ამბობს ამერიკა უნდა იყოს ყველაზე ძლიერი მრეწველობით ყველაზე ძლიერი ტექნოლოგიებით მეცნიერებით განათლებით სისტემით მთელი სისტემა რომელიც ხალხისთვის იქნება და მსოფლიოსთვის იქნება და არ იქნება ის დაინტერესებული იმაში რომ ომით ჯარი შევიდეს სადმე დაიბროს ქვეყანა მე შედის საგარეო საქმეთა სამინისტრო ისინი დიპლომატები და ისინი ალაგებენ იმას აი როგორც გააკეთეს ავღანეთში რა გამოვიდა არაფერი არ გამოვიდა გააკეთეს ჩრდილოეთ აფრიკაში რა გამოვიდა არაფერი ერაყში შევიდნენ გამოვიდა რაღაც არ გამოვიდა ამაზე ამტკიცებს ტრამპი იმას რომ ის ვინც მართავს ახლა ესენი ვინ არიან მრეწველები არიან მრეწველები რესპუბლიკელები უფრო მეტად მრეწველები არიან რომელს აბრუნებენ 6000 გასული ქარხანა ფაბრიკებიდან მრეწველობიდან რომელიც ტრამპმა დააბრუნა ამერიკის შეერთებულ შტატებში არის სადღაც 2000-ზე მეტი და ეხლა აპირებს და ქმნის მისი ნახეთ რამდენი რაღაცას აკეთებს ის ამბობს რომ ფული ისე არ უნდა დაესწროს რომ ვიღაცის შემოსული საქონელი ამბობდნენ ჩინეთზე ხო ჩინეთმა ისეთ რაღაცას შირპოტრებს და ასეთი მოხმარების საგნებს რომელსაც აკეთებდა ძალიან იაფი არისო და ხარისხი არ აქვსო ტრამპმა პირველმა თქვა მაშინ ჩინეთიო მალე ისწავლისო ამის გაკეთებასო ხარისხიანათო და ესო ყოველთვის ის ჩვენ რაც არ უნდა გავაკეთოთ იმაზე უკეთესი იქნებაო და ზუსტად აი ამ მდგომარეობიდან გამომდინარე დღეს მსოფლიო ისე განვითარდა რომ ომით და იმით შეიძლება მივიდეს იმაზე რომ უკვე 9 ქვეყანა არის მსოფლიოში რომელს ბირთვული არ აქვს ბირთვული არ არის გამოყენება ეს აი დომინოს იმის იქნება რა ქვია პრინციპი ხო მეტი არაფერი ამ პრინციპზე იქნება მთელი მსოფლიო დაიფრება დღეს ის რომელიც გლობალისტები არიან რითი განსხვავდებიან აი ეს მრეწველები და ტრამპის მომდევრები ახლა ვინც არიან ტრამპი უბრალოდ ჩვენ ვერ მივედით იმამდე მეც თქვენ არაერთხელ გვითქმია იმაზე რომ ტრამპი არის აღმასრულებელი დირექტორი. აი ის რასაც აკეთებს და ის ვინც არის ამისი პატრონი, ვინც ამას ყველაფერს მართავს ინსტიტუტები რომელიც ამაზე მიმართული არის. აი ზუსტად ის მრეწველები არიან. ის რომელიც არიან იქ რომელიც ხარს უჭერენ ამას რომელმაც გამარჯვებამდე ერთხელ მიიყვანეს და მეორეჯერაც მიიყვანეს ტრამპი აღმოჩნდა ყველაზე უკეთესი საუკეთესო შემსრულებელი ყველა იმაზე ნახეთ რა გადაწყვეტილებებსაც ღებულობს ხო ტრამპი ყველა ამ გადაწყვეტილებებზე უკვე მას გამზადებული აქვს ისინი რა ქვია საკანონმდებლო ბაზას გამზადებული აქვს მთელი მისი სისტემა როგორ აეწყობა როგორ გაკეთდება ამიტომაც მოვიდა იმ სიტუაციამდე უკვე მსოფლიო რომ მსოფლიო უკვე ის აღარ არის და მსოფლიოში გადანაწილება რომელიც უნდა მოხდეს ეს უნდა მოხდეს არა იმით რომ გადანაწილდეს ომით ვიღაცას გაემა ყველანაირი ორმის სიკვდილს რომელიდან გრევას გამოიწვევს ის ვერასდროს ვერ დაალაგდება 50 წლის განმავლობაში კი ბატონო ამერიკამ შეიძლება დაანგრიოს ეს ყველაფერი 50 წლის განმავლობაში მაგრამ ის მაინც იმაზე მივა რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია და შეიცვალოს როგორ უნდა აი
მონდიალისტური ერთპოლუსიანი მსოფლიო უნდა გახდეს დუალისტური ორი და მეტ პოლუსიანი და როგორც ახლა მჟღავდება ეს ყველაფერი აი ნახეთ ტრამპის დამოკიდებულება ჩინეთთან ტრამპის დამოკიდებულება რუსეთთან ეს ყველაზე ძლიერი და ყველაზე კარგად მომზადებული ქვეყნები რომლებსაც გააჩნიათ არა მარტო შეიარაღებული ძალები მათ გააჩნიათ ბირთვული ქოლგა ანუ რაც არ უნდა მოხდეს გამარჯვება მათზე შეუძლებელია შეუძლია დაინგრევა ყველაფერი. ამიტომ ამისი გაგება არის საჭირო. ამაზე ლაპარაკობს ტრამპი. ამაზე არის დღესაც აი თქვენ ნახეთ, ხო, გუშინ და დღეს ესე იგი ტრამპა რო განაცხადა ის. ისეთ რაღაცას ვიტყვიო, რომ თქვენო გაგიკვირდებათ ყველას და ეს ყველაფერი სოფლიოში. სოფლიოში თანაფარდობა უკვე დიდი ხანია შეიცვალა. ის ძალები და საშუალებები, რაც 900-ზე მეტი ობიექტი, 150-ზე მეტი ბაზა, რომელიც ამერიკას გააჩნია, ეს ჯარისკაცები, რომლებიც მუდმივად იბრძვიან რაღაცაზე ბრძოლობენ, ტექნოლოგიებზე ბრძოლობენ, ესე იგი, ყველაფერს აკეთებენ იმისაც, რომ ამერიკას შეუნარჩუნონ იმიჯი. და ამ დროს საჭირო არის პოლიტიკის შესვლა. ანუ უნდა შეიცვალოს აი გეოპოლიტიკა უნდა გადავიდეს გეოეკონომიკაზე. გეოეკონომიკას, ესე იგი, ჩვენ აი მთელი აი მაგალითად, რასაც დღეს თქვათ ევროპა რითი იყო ძლიერი? იმითი იყო ძლიერი, რამდენი ქონდა გერმანიას თქვათ შიდა პროდუქციის შეიარაღებულ ძალებს. ინდუსტრიითაც ძლიერი 9%. ეხლა 16 წელში, როდესაც უელსის იმაზე იყვნენ, როდესაც ამ ტრამპის დროს, პირველი პრეზიდენტობის დროს, ტრამპმა უელსის სამიზზე ყველას გააფრთხილა და თქვა 2%-ზე ნაკლები არ უნდა გქონდეთ შიდა პროდუქტის. დაიწყეთ გადახდა ამფულების. ამფულის შეტანა და შეიარაღების და იმის გაკეთება დაიწყეთ. სამხედრო სამრეწველო კომპლექსის, იმიტომ რომ რა გააკეთა ევროპამ? თავისი სამხედრო სამრეწველო კომპლექსი მიიყვანა თითქმის აი რაღაცა თქვა 15-20%-მდე, დანარჩენს ყველაფერს ღებულობდა ამერიკიდან. ნატოს ბიუჯეტი 72% არის ამერიკელების. და ნატოს ბიუჯეტი არის 1 ტრილიონ 200 მილიარდი დოლარი. მარტო 800 მილიარდზე მეტი არის ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბიუჯეტი. ხო წარმოგიდგენიათ რამხელა არის ეს ბიუჯეტი? ესე იგი ამერიკის ბიუჯეტი არის მის შემდეგ სოფლიოში რაც ქვეყნები მოდის, ხო, ვისაც სამხედრო ბიუჯეტი გააჩნია, ყველაზე დიდი. აი 25 ქვეყნის ბიუჯეტი. ხო წარმოგიდგენიათ რამხელა ბიუჯეტია? ყველაზე აი მეორე ადგილზე ვის მოდის სამხედრო ბიუჯეტით, ეს იყო ჩინეთი 286 მილიარდი და ამას რამდენი იყო? 3-ჯერ მეტი ქონდა ჩინეთზე, მაგრამ სხვა ქვეყნები რამდენია? იმაზე ნაკლები, ბევრად ნაკლები. ისინი ვერც აი მე ჩვენ ვილაპარაკეთ, ახლა შევდით რომ ვიჯექით, რამდენი ტანკი გავს სუის. და რამდენი შეუძლია ევროპას დღეს საბრძოლო მოქმედებები რო დაიწყოს, რამდენი ტანკის და რამდენი დივიზიების გამოყვანა შეუძლია ევროპას? არა უმეტეს 15 დივიზიისა. სრუილია შეიარაღებული, მაგალითად რო იცოდეს საზოგადოება, დივიზია, თქვათ გერმანიის დივიზია, ხო? მოტოფეხოსანთა დივიზია. მის შემადგენლობაში არის 5 მოტოფეხოსანთა ბატალიონი და 5 სატანკო ბატალიონი დივიზიის შემადგენლობაში. ფეხოსანთა ბატალიონში არის 280 იმაში რა ქვია დივიზიაში, ერთ დივიზიაში 280 ჯავშან მანქანა და 280 ტანკი. აი ამ დივიზია, артиллერიაზე და იმაზე რო არ შევეხოთ, აი ის ძირითადი მებრძოლი რომელიც უნდა იბრძოლოს. ეს. ხო წარმოგიდგენიათ? აი გაამრავლეთ ეს რაოდენობა ყველაფერი. და რამდენი გამოდის? დღეს გერმანიას ყავს 150 ტანკამდე, რომელიც არის იქ, იქ იმაში რა ქვია, კონსერვაციაზე რას უძღავს ძველი ტექნიკა. ეს ნახევარიც მიყიდებს უკვე რუსებს. ესე ლეოპარდები, ერთი ლეოპარდი 60-იან წლებში გამოშვებულები. მაგრამ თვითონ შეიარაღებაში და იმაში ამდენი არ ყავს. ესე იგი, ის ვერავისფარ შემთხვევაში ვერ შეძლებს ისეთი რაოდენობის ჯარი, აი ვერმახტის იმაზე. გახსოვთ 251 დივიზია ყავდა ვერმახტს. და წარმოიდგინე ახლა ამდენი ტექნიკა, მაგრამ მაგას მთელი ევროპის ჯარი ყავდა. მთელი საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის, ყველა იბრძოდა ვერმახტის სასარგებლოდ, ხო? და დღეს აი რომ შეგრიბონ ყველა ერთად, მათ არ შეუძლიათ იმდენი გამოიყვანონ, რომ ის ბრძოლა, რომელსაც ჩაატარებს, ხო, ეს ბრძოლა, რომ დაამარცხოს რუსეთი. მაშინ რაზეა ლაპარაკი? ის რომ 3 მილიარდი თქვენ ლაპარაკობდით ახლა რომ 3 მილიარდი დოლარი
ასესხა. ხო, ბრიტანეთმა გამოუყოს ესხისა. ხო, ინგლისის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა იმას რო უთხრა, ჩვენ დაგეხმარებითო და დახმარებით რაზე აგერ ბაქ მე სია. ამდენის დახმარება მაგათ შეუძლია სულ. 20 მილიარდი. მე და თქვენ დავთვალეთ, ხო? მილიარდის მიცემა შეუძლია. რა არის 20 მილიარდი? ტრამპი ამბობს 350 მილიარდი არის, რომ რას მოასწენესო. ესე იგი ის რასაც ლაპარაკობდნენ 177 მილიარდი, არა თურმე მეტი ყოფილა. კიდე რომელიც მისცეს. და აქედანო 340 მილიარდი ხომ აგათიარეს ამერიკა რასაც ითხოვს მასგან, რაც ფული ჩადოდა, რაც გააკეთა, თავისი გააკეთა, შემდეგ უკრაინა, მაგრამ ვალში გააკეთა, იმისი ფულით გააკეთა. აი აქედანო 120 მილიარდი კიდე რო დაამატოს ეს. ესე იგი უკრაინამ თავისი დახარჯა. ხო წარმოგიდგენიათ 100 მილიარდზე მეტი ცოტა 111 თუ 112 მილიარდი არის, რომელიც ევროპამ და სხვა ქვეყნებმა დახარჯეს იმისათვის, რომ მიეცათ. აქ მატერიალურ ტექნიკურ დახმარებაზე არ არის ლაპარაკი, ხოლო შეიარაღებაზეა და იმ ჭურვებზე, აი მაგალითად 10,000 ჭურვი ესტონეთმა მიცა 155 მმ-იანი უკრაინას ბრძოლის. რა არის 10,000 ჭურვი? ერთი ბატარეის გასანადგურებლად საჭირო არის 1000 ჭურვი. ერთი ბატარეა, ესე იგი, ერთ მიმართულებას ბატარეა თუ დგას იმას, რომ ესროლოს 1000 ჭური უნდა გაუშვა ბატარეამ, ვინც უნდა ესროლოს მას. ესე ყველაფერს თავისი არის ასეთი წიგნი, ყველგან ასეთია, ყველა თითქმის ციფრები ერთნაირი არის, ქვია მოტრ რუსულად. Методика оперативно-тактических расчетов. იქ არის რამდენი ჭური ჭირდება, რამდენი აქვს მისი საბრძოლო მარაგი რამდენი უნდა ქონდეს მას. აი ეს ყველაფერი გაწერილი არის და რამდენი უნდა იყოს და რო დათვალეს ეს ყველაფერი. უკრაინას დღეს არ აქვს 15% იმის. შეიძლება წინა ხაზზე მეტი ქონდეს, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიდის, მაგრამ ის რეზერვი რო ქონდეს, რო შეავსოს, არ აქვს. ამიტომაც ტრამპი ამბობს, რომ ომი უნდა დამთავრდეს და ეს ყველაფერი, ეს გეოპოლიტიკა უნდა გადავიდეს გეოეკონომიკაში. და ამიტომაც არის ის, როდესაც ზელენსკის იწვევს, ის ამბობს, ომი უნდა დავამთავროთ. და ჩვენო ვფიქრობთ, რომ დამთავრდეს ისე, რომელიც სასარგებლოდ იყოს რუსეთისთვისაც, ჩვენთვისაც, ევროპისთვისაც, ყველასთვის იყოს სასარგებლო. ამიტომ ეს უნდა გადავიდეს ეკონომიკაზე. ეკონომიკის იმაზე ის ითხოვს, ის რაც თქვენ გააქვთ. თქვენ მთელი მენდელეევის სისტემა არის უკრაინაში. უკრაინას სიმდიდრე გააჩნია, საბადოები და ყველაფერი რაც არის. მიწებით რო არ დავთვალოთ, ხერსონის მიწები და ის იმაზე სალკე მექნება სალაპარაკო. აი ამისი ყველაფრის 14 ტრილიონი დოლარის სიმდიდრე. უკრაინა. მარტო ლითიუმი, რომელსაც ამბობენ ახლა, რომელიც ამერიკას ჭირდება, ის რომ საერთოდ არ აქვს ეს. და რომელიც ელექტრომობილები და ისინი გამოუშვას უნდა, რომელსაც სხვაგან ყიდულობს ის. ის ამბობს, მოდი, მე გავაკეთებ, იმას დავამუშავებ ამ ყველაფერს, ქარხანას ავაშენებ, ყველაფერი ხარჯებს ამაში ყველაფერს ჩავდებ მე და შენ აქედან ამ მოგებიდან შემდეგ, როდესაც მოგება წავა, 50% შენ გექნება. ხალხი, რომელიც იქ იმუშავებს, დასაქმდება თქვენი ხალხი. გზები, საზღვაო ტრანსპორტი, სპორტები, ყველაფერი ამუშავდება იმისთვის, რომ ეს გაგაკეთდეს. იქაც ავაშენებთ ისეთ ქარხნებს, რომლებიც იქ იმუშავებენ, თქვა, ნახევარფაბრიკატებს გააკეთებენ, რომლის წაღება და თქვა, ამერიკაში დამუშავება აზრი არ აქვს. იმიტომ რომ დღეს მაგალითად იყო ასეთი ის გააკეთა, წარდგინება გააკეთა. როდესაც ლაპარაკი მიდის, ალა ჩვენ ჩინეზე გავყარი, შევეხეთ ჩინე. კბილი გავყარეთ, კბილი. ო, კბილი, ასე აი ასეთი კუთხით შევეხეთ ჩვენ ჩინეს, მაგრამ ჩინეთთან რა ლაპარაკები მიდის, იცით უკვე, აი ასეთი შიდაემის. ლაპარაკები მიდის, რომ ჩინეთთანაც იქნება, დაპირისპირება არ იქნება და უნდა აშენდეს ამერიკაში. აი ნახევარ გამტარების ფაბრიკა, აი ეს რა ჩიპებს უძახეთ, ჩვენ რასაც ტაივანი აკეთებს. ტაივანს რატო იცავდა აი ასე თქვათ ის დასავლეთი და ისინი, იმიტომ რომ მთავარი მიწოდებელი ყველა მთელ მსოფლიოსთვის იყო ტაივანი. და ის ამბობს ახლა და უკვე ქარხანა პირველი პრეზიდენტობის დროს ეს ქარხანა მათ შექმნეს პატარა 3000 ადამიანი პირველი 3 მილიარდი დოლარი ჩადეს, ეხლა ჩადეს კიდე ესე იგი აი ტრამპის სანამ გახდებოდა კიდე 10 მილიარდი დოლარი და ეხლა უკვე 500 მილიარდ დოლარზე ლაპარაკი. ინვესტიციები რომლებიც იქ წავიდა ეს ქარხანა აშენდება. და თუ ეს ქარხანა აშენდება, მათ თავისი ჩიპების და იმის ყველაფერი ექნებათ. თუ ამერიკას აქვს მიღებული ვალდებული
ღირებულება რომ თქვა რომ ტაივანი არის ჩინეთის ტერიტორია. ჩინეთის ის ეკუთვნის ჩინეთს და ის ჩინეთმა როგორც ერთიანი მმართველობის ქვეყანა დაждდება და დაილაპარაკებს და რამდენი 10 წლით 20 წლით რაღაცაზე მოხდება ინტეგრაცია და გააკეთებენ იმას. ესე იგი რა ის რასაც ბაიდენი აკეთებდა რომ ავსტრალიიდან შექმნიან ისინი ფლოტს საფრანგეთის გემების წყალქვეშა ნავები რომელიც 59 მილიარდი ევრო უნდა მიეღო საფრანგეთს ეს 12 ნავი უნდა გაეკეთებინათ წყალქვეშა აი ეს ამერიკამ რო წაართვა ეს ისინი ვინ წაართვა ზუსტად წაართვა ტრამპმა ეს ქარხნების და იმის მუშაობის ისინი რომ უნდა ამუშავდეს ამერიკის ქარხნები რომლებიც უკვე ისეთი დაჩრონგებული არის 50 წლის იმაზე რომ საბჭოთა ისინი აღარ არის უკვე წინააღმდეგობა არ შეხვდება და ის რაც გაკეთდება ამ დროს გამოვიდა ისე რომ ევროპის უკრაინის ომმა იმდენი რაღაცა ხარვეზე აჩვენა რომ ვერც ამერიკა ვერც ის ევროპა ვერ გაუწევენ წინააღმდეგობას რუსეთს და ის ლაპარაკი იმაზე რომ რუსეთს უნდა ევროპა დაირკვევს და ვერ დაირკვევს იმიტომ რომ ევროპა 4-ჯერ დიდია ვიდრე რუსეთი მოსახლეობა ევროპის არის 500 მილიონამდე უკრაინის რუსეთის არის 155 მილიონი თუ 150 მილიონი თქვა ესე იგი 4-ჯერ პატარაა შიდა პროდუქტი რუსეთის არის 2%-მდე 2 ტრილიონამდე არის. რამდენი არის იმის რა ქვია ევროპის მთლიანად შიდა ისინი 20 ტრილიონი. მრეწველობა, ტექნოლოგიები, ყველაფერი ესე იგი ომი რო დაიწყოს რუსეთმა, უნდა გამოიყენოს მაშინ ბირთვული იარაღი, მაშინ რისთვის ჭირდება ეს ომი? თუ იქ ვერ შევა და ვერ იმასიზამ. და რუსეთს ურჩევნია რომ მე მაქვს 75 ტრილიონი დოლარის ღილებულების სიმდიდრე. სიაღისეული და ყველანაირი. რას ჭირდება? აბსოლუტურად, რომელიც მენდელეევის ხრილში არის, მხოლოდ რუსეთს გაარჩნია, მეტი არავის. და ეს არის 75 ტრილიონის. ის სიმდიდრე აი ასეთი რო გააჩნია ამერიკის 45 ტრილიონი დოლარი არის, მეორეზე არის ამერიკა და შემდეგ ვიცმოდის ისინი უფრო ნაკლები და ნაკლები. ესე იგი რუსეთი ამბობს მე წინააღმდეგი არ ვარ. მოდი თქვენ სასარგებლოდ და ჩემ სასარგებლოდ ეს ყველაფერი დავალაგოთ და თქვენ ამას მიიღებთ. აი ზუსტად აქეთგან მიდის ტრამპი რო შეცვალოს სოფლიო მოცემულობა. შეცვალოს და ისე შეცვალოს რომ ტექნოლოგიების და ყველა მხრივ რაც აქვს ამერიკას და ის შესაძლებლობები რაც აქვს ამერიკას გახადოს ისეთი რომ ამერიკის დოლარი ისეთი კი არ გახდეს როგორც ბრიქსი და ისინი არის. პირიქით მას ჭირდება რომ ბრიქსი საჭირო არ იყოს. უბრალოდ საჭირო არ იყოს. ესე იგი დოლარმა შეინარჩუნოს თავისი სახე. მისი მყიდველობის საშუალებები შეინარჩუნოს დოლარმა, იმიტომ რომ თუ ეს არ შეინარჩუნა დოლარმა, ხო ესენი ამერიკა უბრალოდ დაიშლება. უბრალოდ დაიშლება. ტრამპი და მრეწველები ამას ხვდებიან და ჩვენთან რატომაც იმას ხვდებიან რომ აუცილებლად უკრაინას რაღაცა უნდა დაუჭირონ მხარე ტრამპმა თქვა უკრაინა შეეძლო თავიდან აერიდებინა ეს ომი ჩვენ ამდენს ვლაპარაკობთ ამას მაგრამ ეს გაგონება არ უნდათ ეს გაგონება არ უნდათ კაცო ეგერ ხო გამოუგზავნეს ახლა იმას რა ქვია კალაძეს როს საერთაშორისო სპორტის ოსტატის წოდება უკრაინის მას ჩამოერთვა ეხლა მსოფლიო ჩემპიონატი რომ მიდიოდა ახალგაზრდებს შორის ფიგურულ რეალში ჩვენებმა პირველი ადგილი დაიკავეს მიულოცა მესამე ადგილზე ვინც იყო მეორე ადგილზე იყო უკრაინელები და იმათთან ხელები უკან გაწიეს და ესენი გაწეული ხელი და ისინი პირდაპირ და მთელი იმის რა ქვია ვინც იჯდა იმ ტრიბუნებზე ხო ვინც უყურებდა ამ ყველაფერს დაჯილდოების იმას ფსტვენით და იმით აიკლეს უკრაინის ისინი ეს რა არის ეს არის ჩვენი 3500 ტონა ჩვენ გაუგზავნეთ აი დახმარება ყველანაირი დახმარება ის დახმარება შეიძლებოდა იქიდან ჩამოსული თითქმის 30000 დოლარი უმფროსორად იქიდან წამოსულებ რომელსაც არც ჯარში წასვლა უნდა არც ომი უნდა თაცარაფერი სკოლები გაუხსენეთ უკრაინული სკოლები გაუხსენეთ ხელფასები დაუნიშნეთ ბინები და საცხოვრებელი ადგილები მოუწყვეთ ყველაფერი გაუკეთეთ შეუქმნით ისეთი ფუფუნების ისინი შეუქმნით მათ და რა მივიღეთ აქედან ჩვენ მოქალაქეებს არა აქ ეგეთი სამწუხაროდ ამდენი ხოსოცერო დაუწევთ არა დღეს ხალი გამოდიოდა იმაში და იქინებოდა გამიგეთ ბატონო გურამ აპატიეთ და უმადური ხალხია პრეზიდენტი პირველ რიგში და მთავრობა საუბარი მაქვს პრეზიდენტზე მთავრობაზე უმადურები არიან და ეს ტრამპმაც უთხრა იქ იმ შეხვედრაზე და ვიცე-პრეზიდენტმაც მადლობა მაინც თქვიო ჩამოხვედი და კიდე აქ მაპატიეთ და ბლატაობ
მადლობა მაინც თქვიო. უთხრა ტრამპი აჩერებს, ენება. შენ სალაპარაკო არაფერი გაქო. შენ თუ გაქვს სალაპარაკო მადლობა. აი გაირკვა, უმადურები არიან. ზელენსკი უმადური კაცია და მართალი ბრძანდებით პირველი უმადურობა ჩვენს მიწირამდე გააკეთა. მეტიც წავიდა და აქედან გაქცეული სადისტები და დამნაშავეები იქ დანიშნა თანამდებობებზე. მინისტრი აი ეს არის, წარმოგიდგენიათ? უმადური კაცია. სულ არ მეწოდება, არანაირი შეწოდება არ მაქვს ემპათიური დამოკიდებულება მე ზელენსკის მხრიდან. მოსახლეობაზე რაზეა ლაპარაკი, მაგრამ უმადურები არიან. ხალხი ცოდოა. ხო, ცოდოა კი. ყოველ დღე მარტო უკრაინის მხარე და ამდენივე შეიძლება ცოტა ნაკლები იყოს რუსული მხარეს ხო იღუპება. ცოცხალი ადამიანები რა თქმა უნდა ვინ ამბობს ამას ხო ამბობს სტატისტიკები ქონდა თქვენი მოცემული და როცა ჩვენ ცხრილებს ვაჩვენებდით მართლა აბა დაიღუპება აბა რა დანაკარგი არის ორივე მხარესაა დანაკარგი და მშვიდობიანი მოქალაქეები არიან კაცო მისაზე გასწორდნენ და კიდევ თავარი რაც არის რომელიც გაჟონა აი ეხლა სადაც ჯგუფები შეიკრიბნენ ერთ-ერთი ჯგუფი რუსეთის და იმის ამერიკის ჯგუფი რომელიც შეიკრიბა სტამბოლში და იქ გამოჟონა იქიდან და არ უარყოფენ აი ასეთ იმას ესე იგი ლაპარაკობენ თვითონ პუტინი ლაპარაკობს აი ეს ტერიტორიები დონეცკის და იმის რაც არის ამის მეტი ისინი მას არ გააჩნია მხოლოდ ამაზე არის რომელიც კონსტიტუციით არის უკვე შეტანილი უკრაინის იმის რუსეთის იმაში მაგრამ რას ამბობს თვითონ ის რას ამბობს ყველაფერი რაც ამ ტერიტორიებზეო იქნებაო ათვისებულიო ის წიაღისეული იქნება თუ რაც არ უნდა იყოს იქ აქედანო ერთი კაპიკი თუ ერთი ცენტი არ გამოვაო უკრაინიდანო და რუსეთში არ წავაო ეს ყველაფერი დარჩება იქ და აი ეს ტერიტორია მთლიანად უკრაინის ტერიტორია აღორძინდება რასაც ლაპარაკობს თავად ტრამპის ჩვენцо მივიღებთო ყველა იმის გარდა რომ ამ ჩვენ ამ ვთქვათ ავითვისებთ ამ ყველაფერს 500 მილიარდის იმას მაგრამ სხვა დახმარებას რასაც ჩვენ გაუწევთო ყველაფერსო ესეცო იქნება რომ აღორძინდესო გაკეთთესო უკრაინაო და ერთ-ერთიო ყველაზე წარმატებული ქვეყანაა მრეწველობით და ყველაფრით და კი იქნება ახლა იქ მოლაპარაკების ისინი არის როგორც უნდა ახლა მაგალითად ზელენსკი რო ამბობდა და რომ არაცალა ლაპარაკი ტრამპს და რაზე ილაპარაკა იმაზე რომ მე მინდაო რომ გადაგვიხადოს ეს კონტრიბუცია იქნება თუ რაც იქნებაო დაუბრუნდესო იმ ტერიტორიების იმასო ესე იგი ითხოვს ვისგან ითხოვს ამას ტრამპისგან აზლევს ამ ყველაფერ დავალებას ესე იგი მასეო მე არ მოაწერ ხელსო თუ ეს ყველაფერი არ იქნება გაკეთებულიო თუ არ იქნებაო ჩვენი უსაფრთხოება და რომელი უსაფრთხოებაზე შენი უსაფრთხოება დაიცვას ევროპამ კი ნერო ჩავება შიგნით ამ უსაფრთხოებაში რუსეთი გამოიყენებს ბირთვული არას მეც გამოვიყენებ იმას ესე იგი შენ გინდა ბირთვულობამდე მიიყვანო ეს ყველაფერი ჩადეთ თქვენი უსაფრთხოება დევს იმაში რომ ჩემი მრეწველობა რომელიც მე უნდა ჩავდო და იქიდან ამ წიაღისეულების ამოღება იქნება ისინი რაც იქნება დადებული და ის რაც ჩვენ მოვილაპარაკეთ ამ საშუალო ხელშეკრულებით რუსეთთან ამაში იქნება ყველაფერი გადარებული მაგრამ თავარი რაც არის არავის იქიდან არაფერი არ ამოაქვს გარდა იმისა ნუ ლითიუმი ჭირდება ახლა თავის მრეწველობისთვის ის ღირებულება ყველაფერი იქიდან დარჩება უკრაინაში წარმოგიდგენია როგორია 20% აი ამ იმის რა ქვია წიაღისეულის და იმის ამოღების იმაზე ჩართული იქნება ჩინეთი 40% იქნება ამერიკის შეერთებული შტატები და ისინი ნუ ევროპას თუ უნდა ამის იმაში მიიღოს მონაწილეობა და ამიტომაც არის ევროპა აი ასეთი გაღიზიანებული რომ ევროპას უნდა აი ასეთი რაღაცეები ჰქონდეს უკრაინაში და ამ დროს ამბობს ტრამპი რომ ევროპამ უნდა დაალაგოს ურთიერთობა თავისით უნდა დაარა რუსეთთან და ეს სიმდიდრეები რაც გააჩნია რუსეთს უნდა წაიღოს უნდა ევროპამ და გამოიყენოს ისინი ყველაფერი რაც არის ყველა ხო მედელევის ხრილი არის იქ ანუ აქ ლაპარაკი რაზე მიდის იცით ლაპარაკი მიდის იმაზე რომ მშვიდობა უნდა დასადგურდეს ყველგან ომი არაღარ უნდა იყოს უნდა მოვილაპარაკოთ ის ადამიანები რომლებიც ფიქრობენ რომ სხვანაირად არაფერი არ დალაგდება ისინი უნდა წავიდნენ ესე იგი აი წარმოგიდგენიათ ის წინააღმდეგობა რომელიც ტრამპს ხდება ამ წინააღმდეგობის ესე იგი რეალიზაცია ესე იგი ვიღაცა იქიდან უნდა დაიჭირონ გუანტანამოზე ციხე რო არის ამერიკის იქ
ეხლაც არის. ხო, მაგრამ ხო დახურეს თუ არა? არაფერი არ დახურეს. კარგით. პირიქით, იქ დაემატა, იყო სადღაც 12-18,000-ზე გახდება იქ საკაზარმო ფონდის მშენებლობის იმის ისე 30,000-მდე შეიძლება იქ მიიყვანონ. ანუ რა იქნება იქ? იქ იქნება იმას ვის გამოიყვანენ თქვათ იქიდან აი არალეგალურად ვინც არის შესული იქ მიიყვანენ, მერე მიცემენ იმის საშუალებებს რაღაცას რომ თავის ქვეყანაში დაბრუნდეთ, ან თუ ის მაგალითად გაშინჯავენ და რაღაცა მტრული დამოკიდებულება ქონდა, იმათაც იმას იზამენ, რა ქვია, ამ კანონის წინაშე დააყენებენ. ესე იგი, რაზე მიდის ლაპარაკი? ის ამბობს, მე უნდა დავხურო ჩემი ქვეყანა, მე ჩემ ქვეყანაში უნდა დავამყარო წესრიგი, კორუფცია უნდა მოვსვო, უნდა მოვსვო ყველა ის როდესაც რა არის ისი კონსტიტუცია არის, მაგრამ ის თანამდებობის პირები, ის ვინც მოექცა ამ სახელმწიფო მართვის სისტემაში, ისინი თვლიან რომ კონსტიტუციაზე ზევით არიან ისინი. ის კონსტიტუციას რაც გწერია უფლებები და რათასი რაღაცა, ამ უფლებებს შენ ვერ იყენებ. იმიტომ რომ კონსტიტუცია შენზე არ მუშაობს. სხვათა შორის ასევე არის ყველაფერი იმაშიც რა ქვია რუსეთშიც, ასევე არის უკრაინაში ხო არის და არის და საქართველოშიც ასე არ არის. რა არის კონსტიტუციაში ისეთი რაღაცები წერია, რომელიც მიუღებელია ჩვენთვის. კონსტიტუციაში სადაც წერია რომ ნატოში შევდივართ. კი, ნუ ეგ ახლა სადაც წერია რომ ჩვენ შევდივართ ევროკავშირში უნდა გავწევრიანდეთ და როგორ უნდა გავწევრიანდეთ? ისე როგორც მათ უნდათ. LGBT-ს და 1000 რაღაცა მათი ისინი. ჯერ ახლა ევროკავშირი ჩამოყალიბდეს რა უნდათ? უმძიმესი სიტუაცია ევროკავშირში და ეს არ გვიხარია, რა თქმა უნდა, ეს ვინმეს არ იგონოს. მისის მოგეუბნება, მთელი მსოფლიო დღეს ესია, ვერაფერს ვერ იზავ. ჩვენ შორეული კი არა. აგერ გვერდზე რო კონფლიქტია, პატარა კონფლიქტი, იმაზე ნაკლებად გერნოფიქრობ ვიდრე შორეულ კონფლიქტებზე და ეს ასეა. უბრალოდ აი ხა ძალიან ბევრი ადამიანი გვწერს ბატონო გურამ, აი ზელენსკის უმადურობაზე და ასე შემდეგ. აი მართლა რა საოცრება არა, ამ პატარა ქვეყანამ რა დაუშავა, იმ დღეს ვკითხულობდი, ძალიან საინტერესო წიგნია ბრიკ სპირსის. Britney Spears. ძალიან საინტერესო წიგნია Fly Without Wings. ფრენა ფრთების გარეშე. სადაც ბავშვები სწავლობენ, ანუ ჩიტს ბაძავენ და სწავლობენ და ფრთების გარეშე ფაქტიურად მიაღწევენ გარკვეულზე ფრენას და როგორც კი ფრთებს იშოვიან და ის ჩიტის პროტოტიპი, რომელსაც პარტყი, რომელსაც ფრთები გამოდა გაეზდება და გაფრინდება ფრთებით ვეღარ იფრენენ. აი რაღაცას ფასი, რაღაცების ფასი უნდა ვიცოდეთ ჩვენ რა. და ეს უმადურობას ის არის ზუსტად, რომ მე და სიმბოლურად ისეა, რომ მე ჩიტი გახედავს და უკვე გაფრინდება ეს დიდი, მაგრამ რაღაცა ხო არის რა რეალ პოლიტიკაა, ხო ხდები მაინც რა ხდება. ხო გაცნობიერება, რას გვერდჩოდა რა უნდოდა ჩვენგან. აი პატარ ქვეყანა რა უნდოდა, ყველაფერი პირველი რიცხვი ჩვენ გამოგვიგდო. პირველი ელჩი ამ როგორ ვთქვა მაპატიეთ ხა აი თავს ვიკავებ. პირველი ელჩი გამოუგდო საქართველოს თავრობას. ჩვენ საქართველოს ელჩი დაითხოვა პირველი რომ ომში არ გავაგზავნეთ ერთი თვითმფრინავი ჩარტერი. რას ერჩის ან ჩვენ პრემიერ-მინისტრს, რას ერჩის ჩვენ რომელიმე მინისტრს, რას ერჩის ბიზნესმენს, რას ერჩით, აი რას გერჩით თქვენ? საერთოდ რას ერჩის ამ ხალხს, რას ერჩის? ვინ ჩვენ გვისმენს და გვიყურებს, რას ერჩის? რას გვერჩის? ჩვენი როგორ გავიარეთ და პირველები ვიყავით ჰუმანიტარულ დახმარებაში. შალვა პაპუაშვილი რამის კი არ იგონებს ხალხო, სტატისტიკაა და მონაცემები, მაგრამ რას ერჩი, იცი რას? ამიტომ ადეიშვილი ყავს დღემდე გვერდზე. ვიღაცა ისეცა ყავს, დავით ხეშელაშვილი თუ ვიღაცა ყავს გვერდზე. და ეს ჯალათებით ესენი მან და ყავს და ჩვენ გვერდში. აი ამაზეა საუბარი. აბსოლუტურად. მე რაში არის ის საქმე? ჩვენ არ გვინდა გავერკვიოთ იმაში, რა პოლიტიკა, რაზე ლაპარაკობს ტრამპის პოლიტიკა, იმ შეერთებული შტატების პოლიტიკა ამ 4 წლის განმავლობაში, რაზე უნდა ილაპარაკოს, რაზე არის. ლაპარაკობს მშვიდობაზე. ლაპარაკობს იმაზე, რომ სხვაგან არჩევი, შენი იდენტობა, შენი კულტურა, შენი ის დაიცვა, არ იქნება ქალბატონი, ქალია, კაცი. ბავშვია. და არ შეიძლება ბავშვმა, რომელიც რაასაკსაც არ უნდა მიაღწიოს, სანამ იმის არ გახდება 18 თუ 20 წლის, ხო? მანამდე შეიცვალოს სქესი და რაღაცებზე იმაზე იფიქროს.
ხო წარმოგიდგენია თვითონ აი მდგომარეობა რომელიც დღეს ევროპაში არის მიუღებელი აი მეცე გამოდის და ამბობს რომ აი ტრამპის ბევრი რაღაცები ის რომ მარტო წყვეტსო ამ საკითხებსო და არ უნდა ამ საკითხების იმაშიო ჩვენ უნდა მივიღოთ მონაწილეობა უკრაინის იმაში რაში უნდა მივიღოთ 72% ყველაფერი რაც იყო ამაში ყველაფერი ჩადო ტრამპმა უბრალოდ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რა მიიღო აქედან არაფერი არ მიიღო მიიღო დაღუპულების თითქმის 2 მილიონი ადამიანი მიიღო ესე იგი 3 მილიონამდე ადამიანის ესე იგი ისეთი დაჭრილები რომელებს ესე იგი არა მიიღო დანგრეული 700 ქალაქია დანგრეული 700 ქალაქი და დასახლებული ნუ დიდი ქალაქ რაიონების იმას სოფლებზე არ არის ლაპარაკი დანგრეული გასწორებული მიწაზე და ამაზე ვინ დანგრევა ახლა იმაზე რაც ინფრასტრუქტურა არის თქვა რომელსაც ბომბავს ახლა რუსეთი იმაში რა ქვია დასავლეთ უკრაინაში ეს ერთი მაგრამ უკრაინას ხომ ბომბავს რუსეთის იმაზე მარტო ნავთობ გადასამუშავებელი ქარხნები რუსეთის რომელიც დაბომბა უკრაინამ ისინი უკვე 42-ია 42-ია და შეიძლება დღეს კიდევ დაბომბე რაღაცა კიდევ უფრო მეტი იქნება ესენი. ესე იგი ჩვენ რას ლაპარაკობთ? ეს კაცი ლაპარაკობს ტრამპი ამბობს. მოელაპარაკა უკვე პუტინს. მაგათ აქვს მოლაპარაკებული. ან ნახე, ერთ ხმას თუ ნახავ რაღაცას რომ ჩინეთმა რაღაცა ისეთი თქვა არა, ან ეს რაღაცა რასაც აკეთებს და რასაც უძღვება და აკეთებს. პირიქით ეხლა არ ვიცი ამდენად ნახეთ ინფორმაცია გავცელდა მე არ ვიცი თუ იქნება ჩვენი თუ აქვს საშუალება ჩვენს პროდიუსერს ცოტნეს ვთხოვა რომ ჩაგვდოს ინფორმაცია. გავცედა ინფორმაცია რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თხოვა იშვა მდგომლოს ირანსა და ამერიკას შორის რუსეთი ჩაერიოს რომ რაღაცა რეგენტის როლი ითაოს. ანუ მე არ ვიცი ამდენად სწორია აი სანამ შემოვიდოდით გავიგეთ ეს ინფორმაცია. ელონ მასკი ამბობს ჩვენ უნდა დავამყაროთ შვიდობა ირანთან. ირანთან რუსეთმა აქებ დაგვეხმაროს. ასეთივე ის რომელიც შუამავლის როლი იყოს პუტინი და თქვა რუსეთი. პუტინი და ისიაპიონი, იმიტომ რომ მათ სიძინპინის მთავარი ის არის რომ ყველგან მშვიდობით შევიდეს, ან რბილი ძალით. მას არსად ომი და ისინი არ უნდა. მაგრამ აი წარმოიდგინე ახლა რა მდგომარეობაში არის თვითონ ამერიკის შეერთებული შტატები, რომელსაც ის ყველაფერს თვლის. ისინი ვინც სამსახურებიდან გაუშვეს, ისინი რომელიც ესე იგი ადამიანი ნახეს, რომელიც 350 წელზე გადაცილებული არის, რომელიც ხელფას ღებულობს. ხო წარმოგიდგენია? და 100 წელზე გადაცილებულებს ამბობენ რომ ძალიან ბევრი ათასობით აი ასეთი ისინი. ესე იგი ის ფული რომელიც იფლანგება და ვერან ვერ ხებულო საწევიდან. ის რომელიც აი მაგალითად კაროლინა ლივიტი არის პრეზიდენტი არის ტრამპის. და ის ამბობს რომ ტრამპმა თქვაო მეო მივაღწიეო იმ თანხმობასო რუსეთთან აქ რუსეთზე არის ჩინეთზე არ არის ლაპარაკი რუსეთთანო რომ მეო გავაკეთო ისო რაც მე მინდა ვიდო მასაც ეს აწვევსო. ესე იგი რა აქ ჩვენები გამოდიან და იწყებენ აუ ესე იგი ესო პუტინთან ისაქნაო აი ასეთი ისინი პუტინმა რაც ქნა ის სტამბოლის ხელშეკრულებას როცა დაჟე ჩვენი შეცდომა იყო პუტინმა მაშინ იმ დელეგაციებმა გაცვალეს ეს არახამია ამას ამბობს რომ ის ომის დაწყებაო ასეთი არ უნდა დაგვეწყო ჩვენ ის რომელიც დაიწყეს 24 თებერვალს 22 წლის არ უნდა ყოფილიყო და ამიტომ ის შეთანხმებაზე რაც იყო იქ სტამბოლში ხელი მოწერილი შეჭებოდა ლუგანსკის ოლქი შეჭებოდა დონეცკის ოლქი ზაპოროჟიე ნუ გარდა იმისა ყირიმისა ყველაფერი შეჭებოდა უკრაინის შემადგენლობაში ყველაფერი ხელი მოწერილი ეს ყველაფერი ესე უნდა გასულიყო ეს ყველაფერი რა ვიცი ხალბათ დუმაში ან იმაში რა ქვია რადაში არ ვიცი სად ეს ხელშეკრულების იქ უნდა გატარებულიყო რომ კანონის სახე მიეღო მე ამ კანონის სახეს შეეყვანა პრეზიდენტ ზალაში იქ მეტი არაფერი არ იყო გასაკეთებელი ჩაერთვენ ისინი ვისაც უნდოდა ომი რატომ ამ ომმა ყველაზე მეტად იმოქმედა ვიზე უარყოფითად კი დასუსტდა რუსეთი კი ამ ბევრი ფული მაგრამ რუსეთმა რა ტექნოლოგიებს მიაღწია სამხედრო იმაში რადონოვლი ჩაიყვანეს შოლცი იმაში დნეპროპეტროვსკი იუჟმაშის ქარხანაში და ესე იგი აჩვენეს იქ რა გააკეთა როგორ იმოქმედა არეშნიკმა და გამოვიდა ასეთი დაფანტული და არც იარაღს გავაგზავნიო იქეთო სანამ მე ვიქნებიო არც არაფერს არ გავაგზავნიო ერთ იმას არ მივცემო იმასო რა ქვია უკრაინასო
შოლცი ამბობს ამას, რატო იყო ის წინააღმდეგი და ისინი. ის რაც ნახა. და ეს ყველაფერი იარაღი და ისინი. ჩაერევით ამ იმაში, გადმოვხვალ ჩვენო ნატოს ჯარები უნდა ჩავაყენოს როგორც სამშვიდობო ძალებიო. შენ ჩააყენებ ევროპას უნდა. იმან თქვა არაო ტრამპმა. არაო. არ ჩადგებაო იქ სამშვიდობო ძალები. თუ ჩადგება, სულ ნეიტრალური იქნება ევროპის არ იქნება. თუ ჩადგება. თუ არ და მოელაპარაკებენ ისე რომ ამ ბუფერულ ზონას და იმას ამერიკის ისინი იქნებიან შეკ ჩართული. რომ არ იყოს ამ ყველაფერი მასში, ჯერ მოლაპარაკების დონე რომელიც არის. თავარი არის მიზანზე არიან მოლაპარაკებული. რომლის გაგება ჩვენ არ გვინდა. ჩვენ უბრალოდ არ გვინდა. აი უყურე ახლა ჩვენთან იმაში უკრაინაში მარტო 44 მილიონი ჰექტარი სახნავს საფრთხეში, რომელიც ყველაზე ძვირი და ყველაზე ნოყიერი არის მსოფლიოში. ხომ? აი ეს ამ მიწების 14 მილიონი ჰექტარი გაყიდული, მათი არ არის უკრაინელების გაყიდული. აი ვინ ფლობს ამას? Vanguard 40%, BlackRock-ი, კი ბატონო. ხო, Blackstone 28% უკრაინელი ისინი ოლიგარხები ვინც არიან და მათთან ერთად ფრანგები, გერმანელები, საუდის არაბები 23% ვინც ფლობს ავსტრალია, ამერიკის შეერთებული შტატები, ოკლენდის უნივერსიტეტიც კი ბატონო ფლობს ამ მიწებს. 9% ჩინელები ფლობენ. საკუთრებაა მათი. მერაბ, საკუთრება. ეს იმათმა იყიდნენ და მათი მიზებია. იქ არა 59% და ასე. ოღონდ უნდა იბრძოლო ბოლო უკრაინელამდე. და იმათმა უნდა აი უკრაინელის ის ჯარისკაც რომელს ქუჩაში დაიჭერს, აიყვან და იმას ესე გაწირავ სიკვდილზე. იმისი იქ რა არის? მანერები გახსოვს და რომ ჯარისკაცმა დაიცვასო ეს მისი უნდა იყოს. მისი უნდა იყოს. აქ მისი არაფერი არაა. მარტო ერთი ლოზუნგი რომ და აქვე მახსენდება კლაუზევიჩის თეორიაც რა თუ ვერ აგზნობს ის მტერს ვერ აღიქოვს ხო ვიცით როგორ ხდება ის ვერ აღიქოვს ერთმანეთს ვერ აღიქოვონ ესენი მტერს ეგრეა იქ მაინც სხვა განცდებია ბატონო გურამ ჩვენ 5 წუთი გვჭირდება ჩვენ ზუსტად მაგრამ აი მაინც არ ვიცი ну фактია უკვე რომ ზელენსკი ჩავა კი ბატონო და უკვე ჩავა სხვანაირად არა ეს უკვე ზელენსკი კი ბატონო ეხა როგორ მოიქცევა ტრამპი და ეს მისი ადმინისტრაციას მე მაინც გონია რომ არა რა თქმა უნდა მე არ მგონია ეხა რაღაცა ზედმეტი დაცინვა იყო იმიტომ პატარა საქმე არა ბატონო გურამ კიდე არის ის რომ ხალხს კიდე რაღაც ილუზიებშიც არ უნდა ვიყოთ მე საუბრობ მავანს აქ პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები რო გამოდიან ტრამპიც ხო რა თქმა უნდა ხო კი ბატონო რა თქმა უნდა და ჩვენ რა თქმა უნდა ტრამპი მაინც თავის ქვეყნისთვის იზრუნებს პირველ რიგში და არც ესეთი ილუზია არ მქონია შეიძლება ტრამპის რაღაცა რიგმა გადაწყვეტილებებმა ჩვენ რაღაცების თავსატეხები გაგვიჩინოს მაგრამ რაღაცნაირად უნდა გონოთ რაღაცებისთვის ზათ უნდა უკვე ვიყო წინასწარ პირველი ისაც ზათ უნდა ვიყოთ რომ რუსეთს რომელსაც დიდი წრეხი მოეხსნება ხო ეს კონფლიქტი გაჩერდება რუსეთი დაიწყებს და უკვე ჩვენს მოგვიწევს საუბარი უკვე რომ რაღაცა ურთიერთობებზე უნდა შევთანხმდეთ ნატოს და ევროკავშირის კაი წერია კონსტიტუციაში მაგრამ უკვე რაღაცა დადგება ხვალზე ის დრო რომ თვითონ ტრამპი რო იტყვის რომ აღარ არის ტრამპიებობს ნატო არაფრით აღარ ვარგაო და ჩვენ ახლა როდემდე უნდა ვიყოთ ასე აი რა შეიძლება აი ბოლო 5 წუთში მეც ცოტა მაგრამ რაღაცისთვის ჩვენ უკვე უნდა ვიყოთ მზად რომ რუსეთს ჩვენს მეზობელს უდიდეს მეზობელს რომელთანაც მთავარი ამოცანები გვაქვს გავიგეთ ეკონომიკა ამ ყველაფერში დიდი წილია ხო დღეს რომ ჩვენ რაღაცა გვაქვს ნუ ეს ვისაც არ ესმის ვერ ხედავს მაგრამ არის რაღაცა შეთანხმებისთვის ზათ უნდა ვიყოთ 3+3 იქნება ეს არ ვიცი ბრიქსის რაღაცისთვის საქართველო უკვე მზად უნდა იყოს რომ მოტრიალდება აღარ არის ახლა ისე რა უკვე რაღაცას ახლა რაღაცისთვის რაღაცა პოლიტიკური განწყობა მესმის გემანდელი ხელისუფლება ძალიან მეწვის ხიძე, მაგრამ სწორად გავიდა ამ ხაზე და ღირსეულად დგას მართლა რომ თუნდაც რაღაცა ჩანს პირი იმის რომ რაღაც ფორმაზე დავილაპარაკოთ. იმიტომ ხა ლავროვი არ არის რა ის კაცი, მოდი პირდაპირ თქვა, მთელი მსოფლიო ლიბერალებიც კი და მსოფლიო ისტორიაში ყველამ ვიცით კარგად, ვინც მსოფლიო ისტორია იცის რომ თუ რუსებს ცხოვრებაში პრობლემა არ ქონიათ, ეს იყვნენ გამოირჩეოდნენ ყოველთვის დიპლომატები და დიპლომატიით. რუსებს ჰქონდათ თავიანთი პრობლემები. არის კი ბატონო, მაგრამ დღემდე და ამას აღიარებს დასავლეთიც, ამას აღიარებს ყველა. და ეხა აი ამ პიროვმა დიპლომატმა კაცმა არაერთხელ თქვა რომ თქვენი ადგილი აქ ყოველთვის არის მზად,
რაღაც ფორმაზე მოგვიწევს წასვლა. ტრამპმა რა თქვა? ტრამპმა. და აი დავამთავროთ 5 წუთი 1 წუთი დაუმატოთ 5 წუთი მიცეთ ბატონო. ტრამპმა თქვა, მე რუსეთისთვის არაფერი არ მიმიციაო. არაფერიო. ბუშმაო რუსეთს დაუთმო საქართველო. დაუთმო ეს იყო ეს განცხადება. ეს თქვა მაგან, აი 2008 წელზე ალაპარაკე, ესე იგი. ეს დაუთმო. უკრაინა ბაიდენმა დაუთმო. მას ეს ბაიდენმა გააკეთა, მათ დაუთმო, რომ ესეთ რაღაცები რამდენი ტერიტორია წაიღო. კი ბატონო. მანამდეო, იმან რა გვარი იყო პრეზიდენტი კლინტონმა. არა, კლინტონმა დაუთმო. კი ბატონო. კლინტონმას დაუთმო ბევრი. ისინი, ესე იგი, ყირიმის ისინი, აი რატომ მოხდა ეს ყველა მაიდანი ვის დროს იყო გაკეთებული? ობამას დროს, ხო? იმანაც დაუთმო ეს ყველა. მე არაფერი არ დამიწმიაო. მე პირიქითო, ლაპარაკობ იმას რომ ჩვენ აი ეს რა ძალით რაც მიაქვსო, ხო ეს ყველაფერიო. დაველაპარაკოთ ისე და ეკონომიურად ერთმანეთს სასარგებლოდ ეს და პირველ რიგში მშვიდობა იყოს, ზავი. მშვიდობა იყოს ნომერ პირველი ვისთანაც გა. აი საქართველოს რა პრობლემები აქვს საქართველოს? საქართველოს უპირველესი პრობლემა არის კონსტიტუცია ჩვენი. იმიტომ რომ უმრავლესობა ის ვერ შეიკრიბა საკონსტიტუციო უმრავლესობა. კი ბატონო, რო ეს შეუძლია შეცვალოს და ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია ნატოში სვლა, ევროკავშირში სვლა, ჩვენ თავს არ ვეკუთვნეთ. კონსტიტუციაში ჩაგვაწერინეს ეს მაშინ და ჩვენ ფიქრობთ რომ ეს ჩაწერილი რაც იყო, ამისი ამოღება როგორ შეიძლება. უნდა გაერთიანდეს ერი. უნდა გავერთიანდეს ერთიმას. ჩვენ დავანებოთ უნდა თქვა ზელენსკი კარგია, კაცო. მისი ხალხს არ უყვარს და მისი ხალხისთვის არ არის კარგი და ჩვენთვის რა აქვს იმ ზელენსკის? რომის პაპზე მეტი კათოლიკები ნუ გამოვა. ომი საერთოდ და მის ტერიტორიაზე გასროლილი ჯურვი ეს ყველაფერი ჩვენ გადაცემა ჩვენ მე და ჩვენ გადაცემაში რომელიც ობიექტივზე მიყვავდა ხო CV პასამ იქ ქონდა მთავარი დავით თევზაძეს და იმის ჩვენი მე და ის რო ჩამოყალიბდით ამაზე მთავარი მიზანი იყო რატო დაიწყო საქართველოს აფხაზეთში ომი როგორ გამოაგორა ტანკი და ჭურვი ისროლა იქ მის ტერიტორიაზე ისროლა მის ტერიტორიაზე გამოაგორა იქ რა ქვია ტანკი და რაღაცეები თელის შეარაღება და ისინი სააგაშვილმა და სამაჩაბლოში ეს ყველაფერი ისროლა ყველა ამა პირველ იმაში გამოყარეს ჩვენ იმიდან აფხაზეთიდან და მეორე ეს 2008 წლის იმაზე საერთოდ ეს ტერიტორიები დაგვაკარგინეს და ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი ის შევარდნაძეც არის პასუხისმგებელი ის კიტოვანის რომელსაც დღეს დამარხეს და გენერალი და რაღაცა არის და არცეთი გამოძიება ჩატარდა იმისთვის და ისინიც ვინცა მიიღო ეს გადაწყვეტილება ისე რომ ნატოში უნდა შევიდეთ და ჩვენ უნდა შევასრულოთ ის რასაც იწვის ევროკავშირი და ისე იმას თავისი საქმე ვერ მოურჩენია და ვერ გაუგეთებია მისი ხალხი არ ემორჩილებათ მათ მისი ისინი დაადგებათ თავზე ნახეთ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის თქვენ კარგად იცით ამ არჩევნებში აი ზუსტად აი როგორც გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა იყო იმ საზღვრებში ყველა ეს არის ვაგენგნეხტის ეს არა ვაგენგნეხტის არ მიიღო იმან 5% იმიტომ რომ 0.3% დაარქვა მეასეთი 4.97% მიიღო მაგრამ იმან ალისა მადემა პირველად დააფიქსირა 21%. 20.5% ისინი აქვს მას ამ იმაში. მიიღეს, მაგრამ ყველა სადაა გერმანია, იქ რატო არ არის ის დასავლეთ გერმანიის ისინი? ესე იგი იმ ხალხმა შეადარა ეს ცხოვრება, ის ანალიზი გააკეთეს. რომ ისინი ნახეთ, ხედავენ რა ხდება მის ქვეყანაში. ხო? მათ კისერზე რა იბიხდება, ფერმერების ინდუსტრიული ქვეყნის კისერზე და მიიღეს გადაწყვეტილება. ამიტომ საქართველოში აუცილებლად ალბათ ჩვენ გადაცემაში ან ვიცით, ალბათ თქვენი თავებთან რაღაცა გაკეთეს უნდა ასეთი, აი ზუსტად ამასთან მიმართებაში გადაცემა აი ამ თემაზე. ახლა ჩვენი სამხედრო თემაა, ჩვენ ამას ვერ იმას ვიზამთ, მაგრამ ცალკე გაკეთეს ეს, რა გაკეთება და რისთვის არის მიმართული. იმიტომ რომ ყველაფერი ნელ-ნელა იშლება. კარტე ისინი აქვია ბანკოს სამაშის დროს რომ გაიშლება ეს კარტები, არა, აი ასე იშლება ყველაფერი. რა გაკეთება, როგორ გაკეთება და რომ დაუგვირდეს და ვიღაცამ შეისწავლოს და ჩამოაყალიბოს აზრი, რა გაკეთება. იცვლება მსოფლიო და ამას ჩვენ არ შეგვეკითხება, ჩვენ არაფერი დაგვადგამე ფეხს და ესე წავლენ. მაგრამ ის იმას გააკეთებენ, რაც უნდა გააკეთონ და შეცვალონ მსოფლიო. ეს დიდი მონსტრი ქვეყნები რაც არის, ისინი დაალაგებენ ურთიერთობა. მათ თუ არ დაალაგეს, ომი იქნება. კი ბატონო. მათ შეუძლიათ ამის გაკეთება. ჩვენი გადაცემა სამწუხარო დასასრულს მიუახლოვდა და მინდა დიდი მადლობა უთხრა ბატონ გურამ ნიკოლაიშვილს. დიდი მადლობა ჩვენ სვენას და მაყურებელს, ვინც გვისმენდა გვიყურებდა. მშვიდობიან ღამეს გვისურვებთ. კარგად ზანდებოდეთ, მე გემშვიდობებით. მომავალში ხვდებით. კარგად ზანდებოდეთ.